Kanarlı güzel hemen ne vereşir? Şeker hastası bak kardeşim. Bize köməklik eləməsə hökumət bir nəfər səs verməyəcək. Tutardı ki 2024 წლის 25 მაისს დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ 26 მაისს გამთენიისას რიგი პრობლემები შექმნა. უხვინ ალექის შედეგად ადიდდა მდინარეები, ალგეთი, ხრამი და დებედა. შედეგად დაიტბორა მარნეულისა და ბოლნისის რიგი დასახლებები. სერიოზული ზიანი მიეყენა სასოფლო გზებსა და ინფრასტრუქტურას, სოფლის მეურნეობას. ასევე უხვინ ალექის გამო მთლიანად დაიტბორა მარნეულის ბაზრის ტერიტორიაც. სტიქიური მოვლენის შემდეგ გამყიდველებმა დიდი ფინანსური ზარალი განიცადეს. არაოფიციალური შეფასებით, მარნეულის ცენტრალური ბაზრისთვის მიყენებული ზარალი 5 მილიონ ლარს აჭარბებს. უხვინ ალექის შემდეგ დიდი რაოდენობით პროდუქცია გამოუსადეგარი გახდა და კომერციული ობიექტები სერიოზულად დაზიანდა. სტიქიის შედეგად ზოგიერთი ხიდი მთლიანად ჩამოინგრა, ზოგი კი გამოუსადეგარი გახდა. Körpü. გამყიდველები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ზარალის ანაზღაურება და ეს მნიშვნელოვნად აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. არ ფიქრობენ, ხალხი როგორ ირჩენს თავს, როგორ გაგვაქვს თავი ამ სტიქიის შემდეგ. არც ვეცოდებით. არავინ დაგვეხმარა წყალდიდობის შემდეგ. ჩემი ზარალი 20,000 ლარს უტოლდება. არავინ არ დაინტერესდა, ერთი თეთრითაც არ დაგვეხმარნენ. ჩვენ თვითონვე გაუწიეთ ერთმანეთს დახმარება, ნათესავებისა და ახლობლების თანადგომით. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან არაფერი არ ყოფილა. მოვაჭრეთა ნაწილმა დატოვა ტერიტორია და ვეღარ გააგრძელა საქმიანობა მიღებული ზარალის გამო. მეც ცოტაღა მიკლია რომ გავიდი აქედან. წინა წელს თითქმის ყველა წავედით ადგილობრივ მერიაში და დასახმარებლად მივმართეთ. თუმცა გვითხრეს რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა და ვერ შეძლებდნენ ჩვენს დახმარებას. ცხადია, აქამდეც არ დაგვხმარებიან. მარტო მე კი არა, ყველა დაზარალდა. კეტავენ მაღაზიებს და მიდიან. ბაზარში საერთოდ აღარავინ აღარ შემოდის. დაახლოებით 10,000 ლარამდე ვიზარალე. არც ერთი ორგანო არ დაინტერესდა ჩვენით. რა საქონელიც დაგვრჩა თავისი თვითღირებულებით გავყიდეთ. ბაზარში ვიხდით დაზღვევას. ამ ამბის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ ამოვსულა თვალებიდან. სტიქიის დროს ძალიან ვიზარალე. ბევრი საქონელი გამიფუჭდა, თუმცა არავინ არ მოსულა ჩვენთან და არ დაინტერესებულა. დღეში 5,000 ლარი მოგება ან გვაქვს ან არა. ჯერ აღებული საქონლის თანხაც არ მიგვიცია. არ ვიცი როგორ უნდა გადავიხადო ან საერთოდ როგორ ვირჩინო თავი. დღეში 1-2 ნივთი ან იყიდება ან არა. ამით როგორ ვიარსებოთ. ასე მხოლოდ მე კი არ ვარ, ბაზრის თითქმის ყველა გამყიდველია. სტიქიურმა მოვლენამ რეგიონში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. მისი შედეგები ჯერ კიდევ იგრძნობა. შედეგად დარჩა დაზიანებული ინფრასტრუქტურა და ფინანსურად დაზარალებული მოქალაქეები.